კვირაში ერთხელ მაინც უნდა ქრისტიანი აზიარებოდეს და განსაკუთრებულია რა თქმა უნდა კვირა დღე. მაგრამ ადამიანი უფრო ხშირადაც შეიძლება ეზიარებოდეს, ასე ვთქვათ, ადამიანი თუ ყოველ დღე ღმერთს ეძებს, პრინციპში ის ყოველ დღე შეიძლება ეზიარებოდეს. ხოლო თუ იშვიათად ეძებს, რა ვიცი, აბა მაშინ კი ბატონო იშვიათად ეზიარებოდეს, მაგრამ ადამიანი სულ მუდამ ღვთისძიებაში უნდა იყოს. ანუ თავარი პრინციპი ზიარებისა ეს არის მუდმივად ღვთის მაძიებლობა. ამიტომ უფრო ხშირადაც შეიძლება ეზიარებოდეს. რაც შეეხება აღსარებას, კანონიკურად აღსარება ზიარებასთან ბმაში არ არის მიბმული კანონიკურად ეს პირველი. არამედ აღსარებას ადამიანი ამბობს მოთხოვნილებისა და საჭიროების მიხედვით მოძღვართან შეთანხმებით. მაგრამ თუ ადამიანს აქვს ძიმე ცოდვა ჩადენილი, აი სასიკვდილო ცოდვის რანგში, მაშინ რა თქმა უნდა აღსარების გარეშე მის ზიარება არ შეიძლება. აი ეს ეხება სასიკვდილო ცოდვებს.